გორგასლის 70-ში გვაქვს, არ ვიცი, მე მგონი უფრო მძიმე მაგალითი არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეგ რეკონსტრუქცია არ არის, რეკონსტრუქცია ბულდოზერებით არ ხდება, იქ დანგრეული არის, არ ვიცი თუ რამე დარჩა, ან შემთხვევით ჩამოინგრევა, მგონი ერთი კედელი არის დარჩენილი. რეკონსტრუქციაც ერთი დანაშაული მე მგონი ეს არის რა, იმიტომ რომ ვიღაცამ რომ ამას მიანიჭა რეკონსტრუქციის სტატუსი, რომ ეგ რეკონსტრუქცია ანუ გაიყვანა შინაურ ენაზე რო თქვა რეკონსტრუქციაში, მგონი რომ იმან ჩაიდინა პირველი დანაშაული. იმიტომ რომ რეკონსტრუქცია არის საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ამბობს ასე სიტყვით. აი შეიძლება ძალიან ცოტა მეშლებოდეს, რომ რეკონსტრუქცია არის ნაწილობრივ ან სრულად დანგრეული შენობის აღდგენა თავდაპირველი სახით. ანუ შენობა უნდა იყოს ხო წარმოგიდგენთ ან დანგრეული, ან ნაწილობრივ დანგრეული და უნდა ვიცოდეთ ზუსტად როგორი არის და მე უნდა აღვადგინოთ. არა თუ არსებული შენობა უნდა დავანგრიოთ და იქ რაღაცები გავაკეთოთ. რაღაცების გაკეთებას სხვათა შორის კანონი არ გზავნოს. ანუ ფუნქციის შეცვლას იქ ოფისი გააკეთოს, სასტუმრო, არ ვიცი ახლა ბირთვული იარაღი არ დაამზადოს და რა ვიცი რაღაც ბორდელი არ გახსნას, რასაც კანონი გზავნოს, სწორედ. ამაში შეზღუდული არ არის. დანაშაული არის ჩადენილი იმაში, რომ შენობას დაუკარგეს პირვანდელი სახე. ეს არის შენობის ხელყოფა, თუ განადგურება არა, მაგაც პროცენტები არის, რამდენი არის განადგურებული, რამდენი არა, როდის შეიძლება შენობას განადგურებული ეწოდოს, თან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეჭვმეპარება ის რაც ორი აგური არის დარჩენილი, ის შეინარჩუნა. ხო და შესაბამისად აქ არის რაღაცა კომპლექსური ერთობლივად რაღაცა ჩადენილი დანაშაულები, მე ჯგუფური დანაშაულის კატეგორიაში ის გავიყვანე, იმიტომ რომ იქ რაღაც შეთქმულებებია, ვიღაცები რაღაცებს ერთმანეთთან როგორც ხდება შაუბნელ გარიგებებში არიან, ჩემი აზრით. ახლა ამის მტკიცებულება მე ქრთამიავიღე ამან და ამან, ამას და ამას ამდენი გადავეცი ცხადია ვერ ვიპოვი, მაგრამ გამოცდილებამ კარნახობს, რომ ასე ბევრჯერ მომხდარა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ამ შიგნითაც ყოფილა რა მოვლენების შიგნით და ძალიან კარგად ვიცი ეგ როგორ ხდება. თუნდაც ის რომ შენობა არის 1900 წელს აშენებული, იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის, კიდევ ბევრი კანონი არაერთი. ეს უკვე ნიშნავს, რომ მინიმუმ 100 წლის ხანდაზმულობის არის და ის განაშენიანება უნდა შევინარჩუნო და არა თუ მხოლოდ ერთი შენობა. იქ არის ცხადია უკვე ჩარევები და რაღაცები დანგრეული და რაღაცები საშინელი აშენებული, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ კიდე რაღაც დამატებით დავამძიმოთ სიტუაცია.